რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხაშურში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრის განცხადებით 200 კილომეტრი ქსელიდან 150 კილომეტრი უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40% დასრულებულია. 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ირაკლი ქარსელაძემ შიდა ქართლში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მნიშვნელოვანია, როცა შიდა ქართლებს საუბრობთ, ის პროექტები, რაც ამ რეგიონში მიმდინარეობს, 12 მდებარეობა არის ამ ეტაპისთვის, ჯამურად 400 მილიონ ლარს აღემატება და ამ პროექტების განხორციელების შედეგად რეალურად უკვე 4-ვე მუნიციპალურ ცენტრს, კასპს, ქარელს, გორს და ხაშურს 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნება. ბუნებრივია არის უბნები და მონაკვეთები, სადაც ჭირდება ამორტიზირებულ ქსელს შესაბამისი რეაბილიტაცია ან სხვა ტიპის სამუშაოები, რომელიც ასევე გეგმის შესაბამისად არის გათვალისწინებული, რომელიც გეგმაზომიერად შემდგომში განხორციელდება. ქალაქ ხაშურში ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს. ამჟამად აშენებული გვაქვს წყალმომარაგების ქსელი 150 კილომეტრი 200 კილომეტრიდან, რაც შეეხება წყალარინებას 17 კილომეტრი 46 კილომეტრიდან, ასევე ცხრამუხისა და ზემოოსიაურის შიც მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტი, ასევე გვაქვს ბიუჯეტის დაფინანსებით მეორე პროექტი, რომელიც რეზერვუარების, სათავეების და ცენტრალური მაგისტრალის აშენებას ითვალისწინებს. აქაც უკვე აქტიურად ვიწყებთ სამუშაოებს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ უკვე 30,000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.